მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე კი რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება რას ფიქრობდა ჩემზე მთელი დღის განმავლობაში. ჩაიფიქრეთ ის ადამიანი, ვისაც გსურთ რომ დღეს ტარომ გვიპასუხოს. დღეს გავშალოთ სამ პოზიციაზე. ეს იქნება პირველი პოზიცია, მეორე და მესამე. შეგახსენებთ, რომ უკვე ჩაწერილ ვიდეოებს შეგიძლიათ უყუროთ. ვიდეო თქვენზე რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც ვიდეოს რთავთ და უსმენთ. და ვისაც ჩემთან გსურთ პირადი კონსულტაცია, მომწერეთ დეტალებისთვის მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციით და ვნახოთ პირველებო, რას ფიქრობდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე მთელი დღის განმავლობაში. ეს ძალიან სასიამოვნო ემოციები აქვს ამ პიროვნებას. აქ სხვათა შორის შეიძლება ესეთი განცდა ჰქონდა, რომ როგორც იქნა თქვენ მას ყურადღება მიაქციეთ და რაღაც იმედები მიეცით, რომ ყველაფერი პოზიტიურობისკენ წავა, რომ შეიცვლება უკეთესობისკენ თქვენი ურთიერთობა, რომ თქვენი ყინულივით ცივი გული მის მიმართ თბება, რომ შანსს მისცემთ, თქვათ, რომ აი ურთიერთობა დათბება თქვენ შორის, რომ ისევ რაღაც ზიანი დღეები წამოვა, ხო? მან შეხვედრაზე შეიძლება დაგითანხმოთ უახლოეს პერიოდში ამ პიროვნებამ, ან დაგეგმოთ რაღაც გზა ხო საერთო. მთელი დღის განმავლობაში ეს პიროვნება ფიქრობდა თქვენზე ასევე, რომ რაღაც მისმა ძალისხმევამ ცოტა თქვენზე იმოქმედა, კარგი კუთხით და რაღაც აზრის შეგაცვლევინათ და ცოტა სხვანაირად დაიწყეთ იმ ფაქტის თუ მოვლენის მიღება, რაც თქვენ შორის შეიძლება ადრე დავისაგანი იყო, ან რაღაცაზე კამათი გიწევდათ. ხო, რაღაც აი პოზიტიურ ენერგიებს ხედავს, რაღაც სტაბილურობაში გადადიხართ, გაურკვევლობა მთავრდება და შეხვედრა არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენ შორის. ეს ადამიანი მთელი დღის განმავლობაში იყო ძალიან აღტკინებული, პოზიტიური, გამოცოცხლებული, იმედიანად იყო და პლუს ამას ჰქონდა ესეთი შეგრძნება ამ ადამიანს, რომ თქვენ შორის ურთიერთობა უფრო დათბება, ფიზიკური ურთიერთობები მოიმატებს, ან ფიზიკური ურთიერთობა შედგება თუ აქამდე ჯერ რაღაც დისტანციაზე ხართ და ინტიმური ურთიერთობები არ არის თქვენს ურთიერთობაში, რაღაც ესეთი ვნებაც წამოვიდა, რაღაც სასიამოვნო მოლოდინები აქვს ამ პიროვნებას, ხომ თქვენთან მიმართებაში. ამ ადამიანის პოზიცია არის, რომ თქვენ ამ ადამიანს სტაბილურ ენერგიაში უყურებთ უკვე და თქვათ ხვალდაზე არ ფიქრობთ, რომ ეს ადამიანი თქვათ გაუშვათ თქვენი ცხოვრებიდან და ხედავთ ამ პიროვნებას თქვენ სამომავლო პერსპექტივაში, რამაც მისი ბუნება უფრო დაამშვიდა, მისი განწყობილობა ამაღლა და რაღაცნაირად უფრო პოზიტიურ ენერგიაში არის, რადგან რაღაც სტაბილურობის იმედი მიეცა მას. კიდევ ვნახოთ. მთავრდება თქვენ შორის რაღაც გაურკვევლობა, ეჭვიანობა, დაძაბულობა. მთავრდება რაღაც ბევრი ფიქრები, აკვიატებები, მთავრდება მისი კუთხით, ანუ რაღაცა რაც მას ძალიან აფიქრებდა და მუდმივად ფიქრში იყო და რაღაც მასში იწვევდა აფორიაქებას და შფოთვას, ეს მომენტები უკვე ნეიტრალდება და გადადიხართ უფრო აი მნიშვნელოვან საკითხების მოგვარებასა და კონცენტრაციაზე. ურთიერთობაში უფრო მნიშვნელოვან საკითხებს მიაქცევთ ყურადღებას, ვიდრე რაღაც პატარ-პატარა მოვლენებს, ხო? ანუ რაღაც მომენტში უფრო დაახლოვდებით, თქვათ, ერთმანეთს უფრო გაუგებთ, უფრო
ერთიანი სიტუაციები წავა, სადაც საერთო მიზნები გექნება, საერთო სურვილები გექნებათ, უფრო დათბება თქვენი ურთიერთობა და მოიმატებს თქვენ შორის შეხვედრა და ასევე ფიზიკური ურთიერთობები. დაგემშვიდობებით პირველებო. და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციაზე. მოგესალმებით მეორეებო და დღეს ვიგებთ თქვენ შემთხვევაში მეორეებო, რას ფიქრობთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე მთელი დღის განმავლობაში. შერიგების გეგმები, მონატრება შერიგების სურვილი, პატარა ნაბიჯები შეიძლება დაიწყოს თორის ნახვას, თორის დაგულება, თუ დაბლოკილი არის სხვა, მაგალითად დაბლოკეთ თქვათ მესენჯერში, ახლა შეიძლება მოგზავნოთ ინსტაგრამზე და ასე შემდეგ, ხო? თუ ბლოკი არ არის, უბრალოდ კამათი იყო, შერიგებისკენ წამოვა, მისი ნაბიჯები დაიწყებს უფრო პატარ-პატარა გზების მონახვას, შეამოწმებს თქვენს განწყობას. ფიქრობს, რომ უკვე ამ ერთფეროვნებიდან გამოსვლის საჭიროება, რომ უნდა განიკურნოთ ორივე გული, რომ უნდა მოგვარდეს და გადაიჭრას ეს საკითხი. და შერიგდეთ. გარკვევთ ის საკითხები, რაც ურთიერთობას ამძიმებს. შერიგების დიდი სურვილი. წენის დავიწყებაც არის აქ. ფიქრობთ, რომ იმსახურებს ეს ურთიერთობა კიდევ ერთ შანსს, რომ გადაჭრით ერთად რაღაც პრობლემას. თუმცა იცის, რომ ეს მარტივად და სწრაფად არ მოხდება, ხო? სწრაფად არ განვითარდება, ან შეიძლება ფიქრობს, რომ არ იჩქაროს. ნელ-ნელა სტრატეგიულად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვეს ამ გეგმას. ერთ საათში ამ ციხესიმაგრეს უკან ვერ დაიბრუნებს და ვერ აიღებს, ხო? თქვენი განწყობა უნდა მოიპოვოს შეერთდა შექმნას. შერიგება, წყვილში დაბრუნება. პატიება, სიყვარული, ანუ ფიქრობს, რომ უფრო უნდა ეს ურთიერთობა დაათბოს, გადმოდგას ნაბიჯი, ნელი, აუჩქარებელი, მაგრამ სტაბილური და თქვენი ემოციები სასიკეთოდ შემოაბრუნოს და ურთიერთობაში სიცივე მოაშოროს და დატოვოს მხოლოდ კეთილი და პოზიტიური და ნათელი სურვილები, რომ აი ურთიერთობისთვის ის რაღაცა საკეთებს, რომ ეს ურთიერთობა მისთვის ძვირფასია და ისევ ესე უნდა თქვენთან ყოფნა, ანუ წყვილში ყოფნა. რომ დაივიწყოთ ყველაფერი, განულოთ ყველაფერი და ახალი მომავალი შექმნათ, ანუ გადახაზოთ ის, რაც ახლა არის და შექმნათ ახალი მომავალი, იმიტომ რომ ამის პერსპექტივას ხედავს. შეიძლება მოვიდეს ეს ადამიანი და თქვას, რომ სიამოვნე უკვე შევიცვალე, აღარ ვარ ისეთი, მომეც ერთი შანსი. ფიქრობს ყოველ შემთხვევაში ამის დაფიქსირებას, რომ რაღაცა შეცვალა, რომ რაღაცა შეიძლება დაგეთანხმოთ, რომ რაღაცაში თქვენ მართალი ხართ და რაღაც პასუხისგებლობებს აიღებს ყოველ შემთხვევაში თქვენთან მიმართებაში და მას მარტოობა არ უნდა თქვენს გარეშე ყოფნა, არ უნდა ძალიან დიდი მონატრება აქვს და შეხვედრის სურვილი აქვს და თქვენთან ყოფნის სურვილი აქვს და ენატრება ძალიან ის წარსული ენერგია, როდესაც ან მუდმივად კონტაქტობდით, ან რაღაც გიხაროდათ ერთმანეთის შეტყობინებების მიღება, ზარები გიხაროდათ. არ უნდა ამ ადამიანს მარტო დარჩენა, თქვენი გაშვება ამ ადამიანს არ უნდა და ეს ფიქრები აქვს და აქ გეგმაც გამოიხატა, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით, ნელ-ნელა, მაგრამ ურთიერთობას ისევ ხელახლა ააშენებთ. დაგემშვიდობებით მეორეებო, მე ვფიქრობ ძალიან კარგი პოზიცია არის აქ. გულწრფელი ყოველ შემთხვევაში, მე როგორადაც დავინახე. და ვნახოთ ახლა მესამეებო თქვენ შემთხვევაში რას ფიქრობდა თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. მთელი დღის განმავლობაში. ეჭვიანობდა.
არსად არ გავუშვებო, ასე იფიქრა. რაც ჩემია, მე მეკუთვნის, ვეჭვიანობ, დაკარგვის შიში გაუჩნდა, შეიძლება კონკურენციის შიში გაუჩნდა. დაიწყო მან რაღაცნაირად თქვენი სწორი სიტყვა მინდა აქ. თქვენი კონტროლი არა, კონტროლიც არ არის, ეს უფრო ეს არის ჩასაფრება, რომ აი რაღაც არ გამოეპაროს, ისე არ აღმოჩნდეს, რომ უცებ დაგკარგოთ, ეჭვიანობს, მესაკუთრეა, გაკონტროლებთ, ოღონდ აკონტროლებს თქვენს ნაბიჯებს, სად დადიხართ, სოციალურ ქსელებს, ყავთ თუ არა ახალი გამომწერი, ვინ წაშალეთ, ვინ დაიმატეთ, ამ ყველაფერს ძალიან მონიტორინგს უკეთებს, ანუ აღწერას უკეთებს. შეიძლება მასთან ან კომუნიკაციაში ამ მცირედ ან ის რაღაც ცვლილებებს ხედავს, ან იკამათეთ და აქედან გამომდინარე აქვს ეს განცდა, რომ დაკარგვის სურვილი არა. დაკარგვის შიში გაუჩნდა და იმის სურვილი გაუჩნდა, რომ უფრო მეტად კონტროლზე იყოს ეს ყველაფერი. აი შეიძლება რაღაცა სთხოვეთ და გეგმები შეიცვალა თქვენ შორის, ან შეხვედრა არ შედგა და განგაში ატეხა ამ ადამიანმა. აი მაგალითად დაგეგმეთ შეხვედრა და ვერ მოხერხდა ეს შეხვედრა თქვენი მიზეზით. აქ პიროვნება ძალიან ნერვიულობს, რომ სხვასთან ხომ არ წავიდა, ვიღაც მესამე ხომ არ წერს და ასე შემდეგ. სულ აქვს იმის განცდა, რომ რაღაც ფარული ხდება და უნდა რომ თავის სიმართლე დაამტკიცოს, თუ რა ხდება. აქ უფრო ის მომენტი არის, რომ უნდა რომ დაუმტკიცოთ, რომ ერთადერთია ის. დღეს რაღაცა არ იყო ეს ადამიანი კარგ განწყობაზე, შიშებში იყო, სტრესი განიცადა თქვენს გამო, შეიძლება სადმე წახვედით მის გარეშე, ძალიან ესე გამოწყობილი, გალამაზებული და ფიქრობდა, რომ იქ ვიღაც ისეთი იქნებოდა, რომელზეც ეჭვიანობს, ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ ახლა რაღაც მომენტში კამათი გაქვთ, ჩხუბი გაქვთ, პირდაპირ ვერ გამოდის კონტაქტზე, ვერ გეკითხებათ სად მიდიხართ, რას აკეთებთ, იმიტომ რომ თითქოს ამის უფლება დაკარგა და ძალიან დარდობს ამის გამო, იმიტომ რომ სულ ყველგან ელანდება თავისი ასე ვთქვათ, მოწინააღმდეგეები. აქ მთელი დღე ფიქრობს ეს ადამიანი იმაზე, რომ გაგრძელდება თუ არა თქვენი ურთიერთობა, დაბრუნდებით თუ არა მასთან, რამდენი ხანში დაბრუნდებით, როგორ მოხდება თქვენი კონტაქტის აღდგენა, ან ურთიერთობის გამოსწორება და უმალავთ თუ არა რამეს და გული ხომ არ გაუტყდება. მესაკუთრეული ენერგიები ძალიან ჭარბობს და იჭვიანობა. თაბნეულობა და დეპრესია, სიყვარული. დღეს შეიძლება ამ პიროვნებამ აღმოაჩინა, რომ ძალიან უყვარხართ. აი სუნთქვაც არ შეუძლია თქვენს გარეშე და უკვე ეს სიყვარული გადავიდა რაღაც მტკივნეულ ფაზაში, იმიტომ რომ ახლა თითქოს თქვენს ურთიერთობაში საკმაოდ ისეთი კრიზისია. ამ ადამიანს დღეს ჰქონდა ესეთი ფიქრი, რომ ძალიან მეყვარს, ძალიან დიდ გრძნობებში ვარ, ემოციებში ვარ, სიყვარულს გრძნობ და ხელიდან არ გამომეცალოს ეს ადამიანი, ანუ არ დამისხლტეს ხელიდან, ხო? ანუ რაღაც სხვა არ გამოჩნდეს ჩემზე უკეთესი და არ ჩამანაცვლოს. დღეს რაღაც შიშებში არის ეს ადამიანი თქვენს გამო. ალბათ მიზეზიც აქვს. დაგემშვიდობებით, ყველასთვის ვურებთ დიდ წარმატებას და ბედნიერებას და რა თქმა უნდა, მომავალ შეხვედრამდე.